გამარჯობათ. ყოველ ეპოქას აქვს თავისი განსაცდელი. იყო დრო, როცა ადამიანებისთვის მონათმფლობელობა, ბატონყმობა, ეს იყო მისაღები, სხვანაირი ცხოვრება ვერც კი წარმოედგინათ. შემდეგ გადიოდა წლები, საუკუნეები და როგორღაც იგებდნენ, რომ ერთი ადამიანი მეორის საკუთრება არ შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეპოქა თავისუფალია განსაცდელებისგან. ეშმაკი თვითონ სიტყვა ნიშნავს მზაკვარს და მზაკვარი არასოდეს არ მოქმედებს დაფიქრების გარეშე. ის ყოველთვის ანგარიშობს, ის ყოველთვის აანალიზებს. ამიტომ ეშმაკი ყოველ თაობას, ყოველ ეპოქას სთავაზობს ხოლმე მისთვის მისაღებ რაღაც ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ შეშლილობას, რომლითაც ამ ეპოქას გააუბედურებს ამ ეპოქის ადამიანებში საყოველთაო გავრცელებით ამაზრებისა, რასაც თვითონ ვერ გააკეთებს, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოს. მოწამლოს. წმინდა მამებს კარგად აქვთ აღწერილი ბოლო ჟამის განსაცდელები, ანტიქრისტეს ეპოქას ეძახიან, საყოველთაო დევნა, ტირანია, ძალადობა. ასევე ძალიან კარგად აქვთ აღწერილი ბოლოს წინა განსაცდელები. ბოლოს წინა ყოფილა საცდურები, როცა ადამიანებში ცდუნება გახდება ნორმა, როცა ადამიანი, რომელიც არ აცდუნებს თავისი სიტყვით და საქმით, აღიქმება როგორც რაღაც ავადმყოფი. საცდურების წინა ეპოქა და საცდურების ეპოქა არის კომფორტი. ჩვენი ეპოქის განსაცდელი არის კომფორტი. კომფორტით ხდება მოუძლურება ადამიანისა. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, როგორი შრომის მოყარე ხალხი იყო ჩემს გარშემო. ვინმესთვის რო გეთქვა, რომ წამომყევი ტყეში შეშა უნდა მოუჭრა, არ დაგზარდებოდა. დღეს ეს არის დიდი პრობლემა. ადამიანები ტელეფონი ხელში, დივანზე წამოწება, გარშემო რა ხდება, აღარ ხედავს, აღარ უნდა რომ დაინახოს. რაღაც საჭიროების გამო ვაკეში მომიწია, გავლამ 3 დღე ცუდად ვიყავი, რაც იქ ვნახე. 70 წლის ბებოები ველოსიპედებით, 2 მეტრიანი ბრგე ჭაბუკები, ვარდისფერი შორტებით, თეთრი პუდელებით და ვერ ეტყვი, რომ აი გამხმარი ხე მომაჭრევინე. მთელი დღე შეიძლება ფიტნეს კლუბში იჯდეს, ყავა და კრუასანი მიირთვას და ვერ ეტყვი, რომ აი ერთი ტომარაზე ხელი მომიკიდე, ამაწევინე, დამადებინე, იმიტომ რომ შეიძლება შეწუხდეს, ინერვიულოს, შეიძლება თითში ხიჭვი შეერჭოს, შეიძლება იტიროს მერე ამაზე. ეშმაკი უგუნურ კაცობრიობას სთავაზობს ხოლმე ორ ბოროტებას შორის არჩევანს. გინდა ასე წადიო ჯოჯოხეთში, გინდა ისე წადი, როგორც შენ გინდა. ერთი არის აგრესიულობა, თავხედობა, როცა ადამიანები ერთმანეთს ჭამენ. ამ გამწარებულ ცხოვრებას კიდევ უფრო დამატებით ამწარებენ. და მეორეა განაზება, როცა ადამიანს ვერ წარმოუდგენია რაიმენაირი წინააღმდეგობა ნებისმიერი საგნის მიმართ. წარმოიდგინეთ, აი ფიტნეს კლუბების კლიენტურას, ყავაზე და კრუასანზე გადართულ თაობას, რომ უთხრა, რომ ან ნომერს დაიწერ შუბზე და ხელზე, ან ამ ყველაფერს დაკარგავ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არჩევანს გააკეთებენ ეს ადამიანები? ვერ შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ, იმიტომ რომ ზეწოლა ანტიქრისტეს ეპოქაში იქნება რაღაც კოლოსალური. ეშმაკმა სიმამაცეს დაარქვა აგრესიულობა. და აგრესიულობა ყველა მიცის, რომ ცუდია. ამით განაიარაღა ადამიანი. სიმამაცე არ არის აგრესიულობა, სიმამაცე არის დამახინჯებული აგრესიულობა. სიმამაცე კი არ უნდა მოვიკვეთოთ, უნდა გამკურნოთ. ეს იკურნება მხოლოდ ღმერთის მადლით, ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. ღმერთის ენერგია
ფეხზე დააყენებს ამ თვისებასაც. უნდა გავექცეთ ფუფუნებას. აი თქვენ ხო გაურბიხართ, დავუშვათ გველი რო დაინახო, ხო მოერიდებით. ზაღლი რო დაინახო, რო იყეფება, ხო მოერიდებით. უნდა გაექცეთ ფუფუნებას. არ არის აუცილებელი, რომ ტელევიზორი აჩვენებდეს 16 მილიონი ფერით. არ არის აუცილებელი, რომ მანქანას ეყენოს მოწყობილობა, რომელიც წვიმის წვეთებს ითვლის და ამის მიხედვით წმინდავს შუშას. არ არის აუცილებელი 3000 ლარიანი ტელეფონი. გაეკეცით ამას, იმიტომ რომ ეს მოქმედებს თქვენ სულზე, თქვენ ცხოვრებაზე. თქვენ ეს დაგაუძლურებთ და მერე, როცა საქმეზე მიდგება, მერე ვეღარ შეძლებთ ბოროტებასთან დაპირისპირებას. უკვე შეკრულები, უკვე დაბმულები იქნებით. ანტონი დიცე კითხებიან, რატომ ემტერება ეშმაკი ასე ადამიანებს? რატომ ცდილობს, რომ მადლმოსილება ჩაკლას ადამიანში? იმიტომ, რომ არ ყავდეთ მათი დამთრგუნველი. ანუ ეშმაკი ამითი აკეთებს მადლმოსილების პრევენციას, როცა ბავშვობიდან ანაზებს ადამიანს. განაზებულ ადამიანს არ შეუძლია მოღვაწეობა. ვერ იმარხულებს, იმიტომ რომ ვიტამინები მოაკლდება. 1 საათი ძილს ვერ მოიკლებს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა სჭირდება და ასე შემდეგ. ბრაზილიური სერიალების თაყვანისმცემელი, განაზებული და გულდათუთხული დედიკოები, რომ წამოზრდიან თავისნაირ და თავისზე უარესად განაზებულ გულდათუთხულ თაობებს. ხალხი უკვე მზად იქნება, რომ ყველანაირ ძალადობაზე თავი დაუკრას, ზოგი ალბათ 5 ჩიპს, 10 ჩიპს დაიყენებს, ოღონდაც კი პრობლემა არ კონდეს თავრობასთან. თქვენ ალბათ ყველას გაგიგიათ ანეკდოტად ქცეული ევროპული ღრმა შეშფოთება. რაღაც საშინელება ტრიალებს ხოლმე, ადამიანებს ხოცავენ და ევროპა გამოთქვავს ხოლმე ღრმა შეშფოთებას, ან უკიდურესად ღრმა შეშფოთებას და სასტიკად გმობს ხოლმე მიმდინარე ძალადობას და არაფერს აკეთებს. ეს უბედურება, ეს სიკვდილი, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ შავზე შავი თქვან, თეთრზე თეთრი თქვან, ეს მოდის ყველაფერი კომფორტიდან. მე მახსოვს 2008 წელს დაიწყეს გამოძიება. ვისი ბრალი იყო ომი, თურმე ამას გამოძიება ჭირდება. ვერ თქვეს, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ვიღაც ევროპელი ქალბატონი ჩამოვიდა, რამდენიმე თვე სწავლობდა და მე რა თქვა თვითონ არ იცის. ვერ თქვა. ვერ შეძლო ეს. ამათ რო უთხრა, რომ იარაღი აიღე და წადი საომრად. ეს ხო საერთოდ ფანტასტიკაა. ზუსტად იგივე თანმიმდევრობა მოვლენებისა განმეორდება ანტიქრისტესთან დაკავშირებით. თუ თქვენ ვერ შეელევით კომფორტს, თუ დღედაღამე ჩამოკიდებული იქნებით ტელეფონზე, თუ ინერვიულებთ იმაზე, რომ გოლი ვინ გაიტანა ფეხბურთში და ასე შემდეგ. როცა დადგება ის დრო, როცა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ან ჩიპი, ან ნომერი, რაც იქნება, არ ვიცი, ან და მოწამეობა. ასეთი ადამიანები ვერ შეძლებენ მოწამეობას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, რომ პუდელი გააგდოთ, პატარა ცოდვას მოერიოთ, მაშინ ვერ შეძლებთ, რომ ლომი გააგდოთ, როცა ის დიდი ბოროტება გამოჩნდება ქვეყანაზე და მთელი კაცობრიობა ცრემლების ზღვრით, რომ ხსნელი მოვიდაო, გავა მის შესაგებებლად, მერთო დაგვიპაროს. ამისი პრევენცია არის თქვენი მოღვაწეობა დღეს. მერთო გაგახაროთ.